გაგზავნებიან და უმასპინძლებით კახური შორტებით. კახური კარმიდამო ყველასათვის ცნობილი და საყვარელი პური, ღვინო და მე-19 საუკუნის გაცოცხლებული ყოფა-ცხოვრება. ამ ყველაფრის ნახვა დაინტერესებულ მსურველს თბილისიდან გაუსვლელად ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეუძლია. უნიკალური ერდობანიანი დარბაზული საცხოვრისი და სამეურნეო კულტურული ტრადიციები. ეს ყველაფერი დღეს ერთი სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა. ორგანიზატორებმა აღმოსავლეთ საქართველოს კულტურის წარდგინებას შესაფერისი სათაურიც მოუძებნეს და კახური ბარაქის დაბრუნება გიორგი წმინდის კარმიდამოში დაარქვეს. ძალიან მიხარია, რომ კიდე ერთი კერა გაცოცხლდა. ეს არის ნაწილი დიდი პროგრამის, რომელიც გათვალისწინებულია მთელი ამ ტერიტორიისთვის, იმისათვის, რომ ჩვენ არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი მემკვიდრეობა, არამედ ვაჩვენოთ მომავალ თაობებს და ვაჩვენოთ უკვე იმ ფორმატით, რომელსაც აქ ხედავთ. მე ძალიან მიხარია, რომ ეს პროცესი ესე აქტიურად მიმდინარეობს. ეს ნაგებობები არის გადმოტანილი, როგორც ვთქვით, ეს არის რეპლიკა, ეს არის ნავდი მასალა, ნავდი ავთენტური ძეგლი, გამოტანილი, ოღონდ რეკონსტრუირებული და რესტავრირებული ადგილას და ყოველ ძეგლს პერიოდულად ჭირდება განახლება და ხელის შევლება. რა თქმა უნდა, მათ შორის გიორგი წმინდასაც, რომელიც კახეთიდან არის გადმოსული და უნიკალური ნაგებობა ეს კახეთში დარბაზების მხრივ ხელის შევლება დაჭირდება 2007-2008 წლებში ჩაუტარდა მას სარესტავრაციო სამუშაოები. ამ პერიოდში მოეხსნა ეს ბეტონის საფარი, რომელიც ალპობდა ამ ნაგებობას და ტრადიციული მასალით მოხდა მისი გადახურვა და შეკეთება და რესტავრაცია. ეს კახური სახლი სოფელ გიორგი წმინდიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში 1974 წელს გადმოიტანეს. მას შემდეგ მრავალმხრივი დაზიანება გაუჩნდა, თუმცა უძველესი ხელსაწყოებისა და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა. ამჟამად სახლმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და სტუმრებს ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს თანამედროვე დროში უცვლელი სახით სთავაზობს. კახური კარმიდამოს მასპინძელი, რა თქმა უნდა, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ოჯახის უფროსია. მამასახლისი სტუმრებს კახელი კაცის სამეურნეო კულტურის, ვაზისა და პურის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ მოუთხრობს. ტიპიური სასახლეები იყო სამხრეთ-ჯავახეთში, ქართლში და კახეთში. კახეთის სახლი განსხვავდება იმით ქართლისგან და სამხრეთ-ჯავახეთისგან, რომელიც არის გვირგვინი, მაგრამ არის 12 კუთხიანი სამხრეთ-ჯავახეთში და ქართლში. აქ კიდევ არის 8 კუთხიანი. მაგით განსხვავდება ერთი და მეორე კიდე რომ მევენახეობა კახეთში იყო უფრო წარმოდგენილი და კერაც რომელიც აი ხანთია ანუ ქართლში არის მაგალითად დაჭუ ჩამოკიდებული აქ არის ზედაძგარზე. ყოველ შაბათ-კვირას ეთნოგრაფიულ მუზეუმში ამოსულ სტუმრებს კახური კარმიდამო უმასპინძლებს, მსურველებს ტრადიციული პურის დაგემოვნება და ცხობის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება შეეძლება.